ამ ნამტვრის მოსამზადებლად სასტურიც აღჭირდება, მხოლოდ 3 ჭიქა. ვერცხი ავთქვებოდ შაქართან და მწვივ მარილთან ერთად გაქაფებამდე. დავუმატოთ ამ მასას თბილი მაწვანე და ზეთი, ავთქვებოდ რამოდენიმე წამით. ცალკე ჯამში გავაერთიანოთ ქვილი, კაკაო და სოდა. ეტაპობრივად დავუმატოთ კვერცხიან მასას და ვთქვიბოთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. ბოლოს დავამატოთ ზმარი. ცომი გადავიტანოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. ჩვენი ფაფუქისი ბისკვიტი უნდა დავჭროთ 3 ტოლ ნაწილად. ახლა კი ვამზადებთ ყველაზე მარტივ კრემს, რომლისთვისაც შესქელებურ ძეს და არაჟანს ვთქვებთ გაერთიანებამდე. ბისკვიტი დავნამოთ ყავის სანამით და ავაწყოთ ფენა-ფენა, როგორც ნაჩვენებია კადრში. ნამცხვარი მოვცე ბისკვიტის ნამშვენებით და გადავანაწილე წინასწარ გათქვეფილი შესქელებული რძე. ჩხირის დახმარებით შევეცადე მიმეცა ლამაზი ზოლები, რაც ცოტა რთული იყო ბისკვიტის ნამშვენების გამო. მაგრამ რაც მთავარია, ნამცხვარს გამოვიდა საოცრად ნოტიო მასა და ფაფუქი.